მოგესალმებით, მეგობრებო. დღევანდელ დღეს მე მინდა გესაუბროთ ერთ ძალიან სერიოზულ მითზე და დიდ შეცდომაზე, რომელსაც ვუშვებთ. დარწმუნებული ვარ, თითქმის 100% ჩვენი მოქალაქეებისა, რომელთაც შეცდომით მიგვაჩნია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად დაშლილია. მინდა გავაქარწყლოთ დღევანდელ დღეს ეს მითი და დაგისაბუთოთ, რომ საბჭოთა კავშირი დღესაც არსებობს იურიდიული თვალსაზრისით. მე ხელთ მაქვს კანონი, 1990 წელს გამოცემული კანონი, ნომერით 1409/01, უბრალოდ პირველი. ეხლა მე მთელი კანონის, რომელიც 20 მუხლისგან შედგება, განხილვას არ შეუდგები, მაგრამ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომელიც მინდა რომ გაგაცნოთ, შეგატყობინებთ ეხლავე. პირველი, ეს კანონი საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის 72 მუხლიდან გამომდინარეობდა. გასვლისთვის რესპუბლიკა ვალდებული იყო უზენაეს საბჭოს მიერ ჩაეტარებინა რეფერენდუმი. დადგენილი რეფერენდუმი მისი გადაწყვეტილებიდან 6 თვიდან 9 თვის ვადაში უნდა ჩატარებულიყო. მესამე, ავტონომიებს ცალკე უნდა ჩაეტარებინათ რეფერენდუმები და კომპაქტურად ჩასახლებული სხვა ეროვნებების ნება-სურვილი უნდა გათვალისწინებული ყოფილიყო განსაკუთრებულ რეჟიმში. განსაკუთრებულად. მეოთხე, რეფერენდუმის ორგანიზებისთვის აუცილებელი იყო კომისიის შექმნა, სადაც შევიდოდნენ როგორც რესპუბლიკის, ასევე ავტონომიების წარმომადგენლები. მეხუთე, აუცილებელი იყო რეფერენდუმს დასწრებოდა საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლობა. მეექვსე, რეფერენდუმში 2/3-ს უნდა მიიღო მონაწილეობა ამა თუ იმ რესპუბლიკისა. მეშვიდე, რეფერენდუმის შედეგებს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო წარუდგენდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს და თუ კი ის ჩათვლიდა, რომ რეფერენდუმი სწორად ჩატარდა, საკითხი განსახილველად გადაეცემოდა სახალხო დეპუტატების სხდომას, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატების სხდომას. მერვე, რეფერენდუმის შედეგებს და გამოსვლით გამოწვეულ შედეგებს საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლება ერთ თვეში გადასცემდა რესპუბლიკების ხელისუფლებას. მეცხრე, რეფერენდუმის შედეგებს განიხილავდა საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატების სხდომა და წესდებოდა 5-წლიანი გარდამავალი პერიოდი. ამ პერიოდში რესპუბლიკაში კვლავ მოქმედებდა საბჭოთა კავშირის კანონმდებლობა. მე-10 პუნქტი არ არის საინტერესო, იმაში იმდენად მნიშვნელოვანი არაფერი წერია. მე-11, რეფერენდუმის შედეგების განსახორციელებლად საბჭოთა კავშირის და რესპუბლიკის უზენაესი საბჭოები ქმნიდნენ კომისიას. მე-12, მოკლედ რომ ვთქვათ, გინდებოდა რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვარი, ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია და საბჭოთა კავშირის შეერაღებული ძალების ნაწილების სტატუსი და მომავალი წყდებოდა აი ამ ორივე საკითხისა. უზენაესი საბჭოს და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მიერ. მე-13, გამოსვლის დროს რესპუბლიკას უნდა დაეცვა საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებული საერთაშორისო შეთანხმებები. მე-14, მარტივად რომ ვთქვათ, წყდებოდა ქონებრივი დავა, უძრავი და მოძრავი ქონების ბედი, თუ ვის რა ეკუთვნოდა. მე-15, რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები თვითონ წყვეტდნენ, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეებად უნდათ მათ დარჩენა. მე-16, რესპუბლიკა ვალდებული იყო დაეცვა თავისი მოქალაქეების უფლებები და აღეკვეთა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია ეროვნულ თუ სხვა საფუძველზე.
მე-17 ნასამართლევი მოქალაქეები უნდა გადაცემოდნენ რესპუბლიკებს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ხელისუფლებას. დამნაშავეები მე-18 პუნქტი აუცილებლად გადაეცემოდნენ რესპუბლიკებს, ხოლო თუ მათ დანაშაული რესპუბლიკის გარეთ ჰქონდათ ჩადენილი ცენტრალურ ხელისუფლებას გადაეცემოდნენ, ანუ ცენტრალურ სასჯელ აღსრულებას. მე-19 გარდამავალი პერიოდის შემდეგ, თუ კი ამას მოითხოვდა გამავალი რესპუბლიკის მოსახლეობის მე-10, ტარდებოდა ხელმეორე რეფერენდუმი, განმეორებითი რეფერენდუმი და თუ კი ამ რეფერენდუმზე რესპუბლიკის მოსახლეობა გადაიფიქრებდა გამოსვლა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან, მაშინ წინა რეფერენდუმის შედეგები უქმდებოდა. მე-20 გარდამავალი პერიოდის დამთავრების შემდეგ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების უზენაესი საბჭოები საბოლოოდ ადგენდნენ პრეტენზიებს, აგვარებდნენ ვისთან ჰქონდა რასთან დაკავშირებით პრეტენზიები, მათ და საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატების სხდომას გამოჰქონდა გადაწყვეტილება რესპუბლიკის საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ. ეხლა მეგობრებო, ისმის კითხვა. აღმოაჩინეთ ბევრი დარღვევა? მეც აღმოვაჩინე. როდესაც კანონი დარღვეულია, შესაბამისად მისი პირობები შესრულებული არ არის. აქედან გამომდინარე გამოსვლის აქტი უკანონო ხდება რესპუბლიკების. როდესაც რესპუბლიკებს ფაქტობრივად განქორწინების საბუთი, უბრალო ენით რო ვთქვათ, განქორწინების საბუთი არ მიუღიათ არც ერთს საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლებიდან და განქორწინების გარეშე ურთიერთობა თუ რას ნიშნავს, ამის შესახებ თქვენით ილაპარაკეთ. მომავალ შეხვედრამდე, მომავალ შემდეგ ვიდეოშიც აუცილებლად ძალიან საინტერესო თემაზე მექნება საუბარი და ნახეთ ისიც აუცილებლად.